ეხლა ვისაუბრეთ ჩვენ ისეთ რამეზე, რაც 10 წლეულები და 100 წლეულებია გამოცდილია და აპრობირებულია და მოწონებულია. იცით რა ვსაუბრობ? აბა გისმენთ. აბა გადახედეთ უცებ ინგრედიენტებს. გასაგებია ბულიონი ალბათ. კი ბატონო, თან ქათმის ბულიონზე ვსაუბრობ, არც მეტი, არც ნაკლები. და ეხლა წარმოვიდგენ სცენას, წარმოვიდგინეთ თქვენც, რომ ბავშვი აღაშღაშებული წითელი ლოყებით, შეხვეული პლეჩი, ავადარი, ხო რაღაცა ცხელება აქვს, სიმპტომები აქვს ისეთი გაციების და ბებო ან დედა რომ მოდის ერთი ფიალა წვნიანით ხელში და რომ აჭმევს და რაც ყველაზე მთავარი და გაზაკვირია რომ ყველა ადამიანს უკლებრივ მოწონს ასეთი ავადობის დროს ეს ბულიონი, ხო? ქათმის ბულიონი მაინც და მაინც. რატომ არის ასეთი ყველასთვის მოსაწონი ეს ქათმის ბულიონი? რაშია საქმე? თიკა, მინდა გითხრა რომ ქათმის ბულიონი საუკუნეებია დამამშვიდებელ და დასაწყნარებელ და სამკურნალო საშუალებად ითვლება. დამეთანხმები რომ საუკუნის წინაც ექიმები პაციენტებს ქათმის ბულიონით მკურნალობას ურჩევდნენ. ნამდვილად ასეა, ამაზე უფრო ტრადიციული საკვები გაჩცეებისას არ არსებობს. ბებიები რას ამბობდნენ, გახსოვთ? უებარიო და რას ფიქრობთ თქვენ? თიკა, გეთანხმები ნამდვილად ეგრეა, თბილი სითხე ხსნის გაციებისათვის დამახასიათებელ არასასურველ სიმპტომებს, ამასთან ერთად ის გვამარაგებს საჭირო მინერალებით და სხვა ნივთიერებებით. გარეთ უკვე აცივდა. სახში მოსვლისას გაქვთ ყელის ტკივილი, ცოტა გაგუდულობა, ანუ ცხვირში ხართ გაჭედილი, ცოტა შეიძლება გაჟრიალებდეს, აი შემცივნება, კი ბატონო. ამ დროს რას ვაკეთებ? ბულიონი მისწრება, ისედაც სულ არ ვიყო გაგუდული და გაციებული, მაინც მიყვარს ცხელი წვნიანი და ზუსტად აი ესეთ პერიოდში იწყება ხოლმე ჩემი და მისი ურთიერთობა. ესე იგი, ბულიონის შემთხვევაში რა დადებითი გავლენა აქვს მას? გაგუდულ სხვის ხსნის, ამ ტკივანყელს აამებს, სიმშვიდის მომგვრელი ეფექტი აქვს და განსაკუთრებით ეს ძალიან კარგია ცივი ამინდების დროს. როგორც აღნიშნეთ, იკა ბულიონს გააჩნია სიმპტომატური მკურნალობის ეფექტი, ანუ ამ სიმპტომებს ხსნის. საქმე იმაშია, რომ ბულიონში შედის ამინომჟავა ცისტეინი, რომელიც 20 მნიშვნელოვანი ამინომჟავათგან ერთ-ერთია, რომელიც ღებულობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში და აძლიერებს იმუნიტეტს. გეტყვით რომ ცისტეინი გარდაიქმნება ჩვენს ორგანიზმში N-აცეტილცისტეინად, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, იმუნურ სისტემას და ასევე დრგუნავს ვირუსის გამრავლებას და ამგვარად უფრო შეიარაღებული ხდებით შეჭრილ აგენტებს, ამ შემთხვევაში ვირუსებს და ამავდროულად ანთებით პროცესებსაც თრგუნავს და გვიცავს. ამიტომ მისწრება ყოფილა. ეს ეფექტი იმ შემთხვევაში უფრო მეტად გაძლიერდება, თუ ბულიონს დაუმატებ ნიოს. დაუმატოთ ნიორი, აბა რა უნდა ვქნათ? დამეთანხმებით იკა რომ ახლა ის სეზონია, როდესაც ადამიანებს შესაძლებელია რომ დაემართოთ ვირუსული ინფექცია, ზედასასუფლი გზების. უფრო მეტად ის ადამიანები რთულდებიან, ვინც სითხეს ვერ ღებულობს დიდი რაოდენობით. ამიტომ ისინი კარგავენ სითხეს. ორგანიზმი განიცდის სითხის დეფიციტს. ასევე ამ სითხესთან ერთად კარგავენ ელექტროლიტებს. როდესაც ლაპარაკია ბულიონზე, განსაკუთრებით წვნიანზე, ასეთ შემთხვევაში ის როგორც სითხეს, ასე ელექტროლიტების დეფიციტს ავსებს. თუ ქათმის წვნიანისგან გვინდა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, ჯობია რომ მოვამზადოთ ჩვენ თვითონ, ჩვენსავე სახლში, ამისთვის გვჭირდება გარკვეულწილად ბოსტნეული, ასე მაგალითად სტაფილო, მწვანილები, ხახვი, ნიორი, როგორც ლევანმა თქვა და რაც მთავარი ინგრედიენტი, რომელიც არის ქათამი, რომელსგანაც უნდა მივიღოთ აი ეს ბულიონის ნაყენი სწორედაც და ასე მიიღებთ საუკუნებით გამოცდილ გემრიელ და საჭირო წვნიანს. რაც შეეხება ქათამს, ნოსტე ხარისხი და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ქართულ ნატურალურ ქათამს გვთავაზობს. თან ნოსტეს ქათმის ძირითად საკვებს ჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს. დამეთანხმებით იკა რომ ეს პროდუქტის განსაკუთრებით გემოს და ხარისხს აუმჯობესებს. ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია აქვს, რომელიც ყოველდღიურად მარაგდება ახალი ნედლი ქათმის ხორცით. ნოსტეს პროდუქტების შეძენა ასევე შესაძლებელია ნოსტეს პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში.
კარფორში, ფრესკოში და გუდვილში. და რა თქმა უნდა, ნოსტეს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებთ Glowos და Volt-ის სწრაფი მიტანის სერვისით. მოკლედ, ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად თავარია ქათამი იყოს ნოსტე. და აქვე კიდევ ერთი გამოცდილი რჩევა. სასურველია, რომ ეს ჩვენი ბულიონი იყოს ცხელესდი, ორთქლი რო ასდიოდეს. აი ინჰალაციაც არის ერთგვარი. თავარია პირი არ დაიწვათ. არა, რა თქმა უნდა, პირი არ უნდა დავიწვათ და რა თქმა უნდა იყოს ის სასურველი ტემპერატურის, მაგრამ ცოტა უფრო ცხელისკენ. რაც თავარია ქათმის წვნიანი არ არის ხა ჯადოსნური სამკურნალო საშუალება, რომელიც ვირუსს მაშინვე გააქრობს, თუმცა არის თბილი, გემრიელი, სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ჯამი, რომელიც გაგიუმჯობესებს სიმპტომებს, ასევე ორგანიზმს ეხმარება ვირუსების დამარცხებაში. თანაც როგორც აღვნიშნე, იმ ორ დანაკლისს შეავსებთ, რასაც ვირუსთან ბრძოლის დროს ვკარგავთ. ეს არის ელექტროლიტები, ეს არის სითხე. დღეს ყველანი ჯანმრთელად ვართ და კარგად, მაგრამ ისე მომანდომეთ ქათმის ბულიონი სახში რომ უნდა გავაკეთო. თან დროულია, სეზონურია, აქტუალურია. დაგემშვიდობებით დღეს ამ რჩევებით, მადლობა ჩემს ნამდვილ ექიმებს, ჩვენი რჩევების გაზიარებისთვის. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ კვირა დღეს 2 საათზე. რუსთავი 2-ზე. ნახვამდის.